მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ხან ვიყავი მთას არიჩაირის იაილებში, უდიდესი და დადებითი ემოციები ჩამოვედი. წავედი პრინციპში საქონლის აბარგვის პროცესის გადასაღებად, მაგრამ უამინდობამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ გადავიღე ორანოს კეთება, გადავიღე ხავიწის კეთება. ცოტა გვერდიდან მივცემ. გადავიღე ჩაკაფულის კეთება. ჩვენ ვაპირებთ მთაში მოვამზადოთ ჩაკაფული და ორივე მივიღებთ მონაწილეობას. მაღლა ავედით შავტბასთან და იქ გავაკეთეთ ხაჭაპური შამფურზე, რა თქმა უნდა, ესეც გადავიღე. ძალიან მაგარი დრო გავატარე, ბევრი მასალა გადავიღე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ერთად ვერ წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი რეპორტაჟი გამომივა. ამიტომ შევეცდები რაღაც ეტაპობრივად სერიების ვარიანტში დავამონტაჟო და ისე გიჩვენოთ. ეხლა წარმოგიდგენთ თუ როგორ მოვამზადეთ ხავიწი. ხვავი ბარაკა თქვენ. მადლობა. ახლა სეპარატორში ჩავწურავთ რძეს, გავატარებთ. მერე კაიმაღი გამოვა. კაიმაღი. დავატრიალებთ. დას დავატრიალებთ, რომ ამან სიცხე მიიღოს. წამოვაქეთ კაიმაღი, აქ რძე რო ავიღოთ ყველი. ხო, ორი პროდუქტი ერთია. ერთად გამოდის. ცოტა უნდა ვატრიალოთ. ეს დაახლოებით რამდენი ლიტრი რძეა? ეს არის 10 ლიტრა. აგი, ხო, 10 ლიტრა. რამდენი კაიმაღი უნდა გამოვიდეს? აქ გამოვა ლიტრა კაიმაღი. ახლა კაიმაღი უკვე მზა გამოვა თუ იმას რამე უნდა კიდე როგორ? არაფერი არ უნდა. ჭამა უნდა პირდაპირ. პირდაპირ ჭამა უნდა. წამოვიდა. წამოვიდა რძე, ცოტა ხანში წამოვა კაიმაღიც. ადრე ეგეთი დანადგარები იყო თუ ადრე როგორ ხდებოდა? კი, ადრეც იყო. ადრეც იყო. ხო, ადრეც იყო ასეთი დანადგარები. გამოვიდა კაიმაღიც. ამ რძიდან კეთდება ხაჭოც? კი, რძიდან კეთდება ხაჭოც, ხველიც, ბორანოც. ძიმე დასატრიალებელია? არა, ძიმე დასატრიალებელი. ეს პროცედურები 7 საათამდე ესწრება 8-მდე თუ უფრო ადრე, 7-მდე. 7-ზე უნდა დამთავრდეს, 8-ზე უნდა საქონელი გაიშვას. ასეთ ამინჩის გაუშვეთ, ხო გარე? კი. დრო ყოველთვის ერთი დროა. ამინდიც და გარიც და ავიდარის. ახლა ვაკეთებთ ხავიწს. მარილი რო ქონდა კაიმაღს, იმის გარდა კიდე დაამატეთ? არ ქონდა ახლა მარილი. არ ქონდა მარილი და დავამატე.
ეგ მუდმივი ცხელი წყლის საშუალება. ეს არის მემთეორის წყალი, რომ ხელი უნდა დაიბანოს ყოველთვის. აჰა. ესე იგი ხავიცას უშვებით, კაიმახს და ჭადის ქვილს. ხო, ჭადის ქვილს და წყალს. და წყალს. რომ კარაქი წაუხეთქოს წყალმა. ეს უნდა გაყვითლდეს. მაგრამ ფერი უნდა იცვალოს ჭადამდე თუ ჭადის მერე? ჭადამდის უნდა იცვალოს ფერი, მერე ჩავყრით ჭადის ქვილს. ოქროსფერი გახდება. ოქროსფერი გახდება. და მერე ცოტა წყალს მივსცემთ. და მაგის ესე იგი არის ჩაისთან კარგი. კი ბატონო. ჩაისთან, მაწონთან. ძალიან მაწონთანაც, მაწონი უნდა ზევიდან მოასხა? როგორც გაგიხარდება გვერდზე და ასხავ, ზემოდან მოასხავ. და ჭადით, ან ხო. ესეთი პური თუ ამოაშქო, ხო? პური, ხო? და ბორანო გავარკვიეთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რომ გაკეთდეს და ამას აქვს რამე დილით უნდა მიირთვა თუ ესეც ნებისმიერ დროს? ნებისმიერ დროს უნდა, რა ვიცი, როგორც გაგიხარდებათ. აი თაში დილით რო დგებით, ჩაისთან რას აყოლებთ უფრო? ჩაისთან ვაკეთებთ ხავით, ბორანოს, ყველი, კაიმაღი, ყველაფერი, ყველაფერს მივაყოლებთ. ეს ყველაფერი როცა უკვე მოითავებთ საქონლის ამბავს, რძე უკვე გამოწურული უნდა იყოს, რძე უნდა გამოწურული იყოს, საქონელს უნდა გავდენით. ხო და მერე შეუდგებით საჭმელს. ვაყრით ჭადის ქვილს. მას ცოტა შევხალავთ. ცოტა გვერდიდან მივსცემთ წყალს. დაასხამთ. ცოტა ხანს. წყალი კიდე უნდა. მაგას ხო ეთქობა რომ გემრიელი იქნება, მაგრამ ფეჩზე მოდუღებული ყავაც არანაკლები გამოვა. კი. ეს შაქრით და უშაქროთ განაწილებული იქეთ-აქეთ ჭიქები? ხო, ეს არის უშაქრო, აგია შაქრიანი. ხავიწით მზადაა, ცოტა შეშუშდება. ბოლოსკენ თქვენ ცეცხლი დაუწიეთ, ასე ვთქვათ, ხო? კი, ცეცხლი დაუწევთ, გადმოვიტანეთ აქეთ პარიდან. ეს მზად არის. შეშუშდება და ხავიწი მზადაა. მომზადდა ამით, ხო? კი, ხავიწი მზად არის. ამ ვიდეოშიც რო გითხრათ, თქვენი სახელი გვარი, სად ვართ? მე ვარ სურმანიძე ინგა. გამოთხოვილი ვარ ბაკოში ვერნებიდან. მობრძანდით ვიმყოფებით? ახლა ვიმყოფებით საიჩარში, მობრძანდით საიჩარში და გაგემოვნებიებთ ხავით, ბორანოს. რა ვიცი. ყველაფერი აღლიმჭაც, ფეჩის ყავას. უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის. არაფრის დიდი მადლობა თქვენს მობრძანებისთვის. ესეთი გემოები და ესეთი თბილი დახვედრა თას რო აქვს, არ ვიცი სხვაგან სად უნდა იყოს. მე მაგალითად პირველად გავსინჯე ხავიცი მაწონთან ერთად რაღაც სასწაული კომბინაცია გამოვიდა გემოების. გირჩევთ, ახვიდეთ მთაში, დაისვენოთ და მიიღოთ ნატურალური საკვები, ჰაერის, თქო, სუფთა და ნერვებიც დაიმშვიდოთ და დაიწყოთ.